გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ექო და დღეს ვისაუბრებთ მთელი კვირის განმავლობაში განვითარებულ იმ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ მოვლენებზე, რომელიც მნიშვნელოვნად ცვლის ხოლმე საერთაშორისო პოლიტიკაში ამინდს. პირველ რიგში აქტუალური იყო ბელარუსიისა და უკრაინის შორის არსებული პოლიტიკური დაძაბულობა, რომლის მიხედვითაც ზელენსკიმ ლუკაშენკოს გარკვეული ულტიმატუმი წაუყენა, გაიტანე და დემონტაჟი მოახდინე შენს ტერიტორიაზე არსებული 4 რეტრანსლატორისა, რომლის მიხედვითაც როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, ინფორმაციას აჭრის ბელორუსი, რუსულ მხარეს და რუსულ უპილოტო საფრენ საშუალებებს უმარტივებს უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიული ოპერაციების ჩატარებას. მოკლედ, მოსალოდნელია თუ არა ბელორუსის მიმართულებით ახალი სამხედრო ფრონტის გაჩენა ევროპაში და რა გეოპოლიტიკური შედეგების მომტანი შესაძლოა იყოს ეს რეგიონისათვის. ასევე მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობები პოლონეთსა და უკრაინას შორის. პოლონეთის პრეზიდენტმა ნავროცკიმ ზელენსკის მოთხოვა პოლონეთის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს თეთრი არწივის ორდენის უკან დაბრუნება და პროტესტის ნიშნად აღნიშნული ჯილდო არა მხოლოდ ზელენსკიმ დააბრუნა, არამედ უკრაინის ყოფილმა სამმა პრეზიდენტმაც, როგორ განვითარდება მათ შორის მოვლენები და რა საფუძველი უდევს ამ კონფლიქტს. დღეს ამ გადაცემაში სწორედ ამ თემაზეც ვისაუბრებთ. ასევე საინტერესო იყო ისიც, რომ ირანის პრეზიდენტი ფეზეშკიანი იყოფებოდა პაკისტანში და იქ საკმაოდ მნიშვნელოვანი პოლიტიკური მესიჯები გააჟღერა ეგრეთ წოდებული მუსლიმური ნატოს შექმნის აუცილებლობის შესახებ, რაც ახალი რეგიონალური უსაფრთხოების ჩამოყალიბებას გულისხმობს ახლო აღმოსავლეთში. და რაც ყველაზე ესე იგი აქტუალური შეიძლება გახდეს, სულ ახლახან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელი საქართველოსთან აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლის მიხედვითაც ისრაელს სურს, რომ საქართველო ჩაერთოს ღაზას სექტორში სამხედრო თავდაცვით ოპერაციებში. და მთავარი კითხვა ამ თემასთან მიმართებით, რა რისკის ქვეშ შეიძლება დააყენოს საქართველო ამ ოპერაციებში ჩართულობა. მაშას ეს არის პოლიტიკის ექო და სანამ უშუალოდ ანალიტიკაზე გადავალ, ხოთ რომ გამოგვიწეროთ, დაგვიკომენტაროთ და ამგვარად დავუჭიროთ ხარი ჩვენი პლატფორმის განვითარებას. რაც შეეხება ბელარუსიას და შესაძლო ახალ ფრონტს ევროპის კონტინენტზე, სიტუაცია გამწვავდა მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ ულტიმატუმი წაუყენა ლუკაშენკოს. მას წინ კიდევ მოძდებდა რაღაც სიტყვიერი პოლემიკა ლუკაშენკოსთან მიმართებით, თუმცა ბოლოს დროს ეს იყო საუბარი 4 რეტრანსლატორზე, რომელიცაც როგორც ზელენსკი ამბობს, ბელარუსის მხარე აჭრის სადაზვერვო ინფორმაციებს და კოორდინაციებს რუსულ მხარეს და ეს ინფორმაცია გამოიყენება რუსული უპილოტო საშუალებების მიერ სამხედრო მოქმედებებში. შესაბამისად, ზელენსკიმ გარკვეული ულტიმატუმი წაუყენა და ულტიმატუმის ვადა იწურება შაბათ დღეს ამ კვირისა. საინტერესო იყო ისიც, რომ ევროპული მხარე ოფიციალურად რაიმე ფორმით აი ამ ულტიმატუმის წაყენების პროცესში არ ჩართულა, თუმცა პოლემიკის დონეზე, ევრობიუროკრატებმა მხარი დაუჭირეს ზელენსკის ინიციატივას, ასე რომ ვთქვათ, და მათ თქვეს, რომ მას სრული უფლება აქვს ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს ყველა იმ მხარის მიმართ, რომელიც ასე თუ ისე ჩართულია უკრაინის წინააღმდეგ ომში. რაც შეეხება რუსულ მხარეს, რუსეთმა განაცხადა, რომ ის დაიცავს, რა თქმა უნდა, ბელარუსის ტერიტორიულ მთლიანობას, მათ აკავშირებთ სტრატეგიული სამოკავშირეო ხელშეკრულება. გარდა ამისა, ბელარუსიაში ისეც დგას რუსული ჯარი, და არა მხოლოდ ჯარი, არამედ ისეთი მაღალ ტექნოლოგიური იარაღი არის განთავსებული, როგორც არის არეშნიკი და ასე შემდეგ. ფაქტობრივად რუსეთმა განაცხადა, რომ თუ ომი მოსალოდნელია ბელარუსიაში, ის უკან არ დაიხევს. უკრაინულ მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ულტიმატუმზე უკან დაიხია ლუკაშენკო და გაათიშა 4-დან 2, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ლუკაშენკოს განცხადება, ყოველ შემთხვევაში, საერთო პროპაგანდაში ჯერ უკრაინული მხარის განცხადება იყო უფრო წამოწეული ვიდრე ბელარუსული, თუმცა გავრცელდა ლუკაშენკოს პასუხი, სადაც ისაუბრებს, რომ თუ უკრაინას აქვს 503 მიზნე ჩვენს ტერიტორიაზე, ჩვენ გვაქვს 1 და ყარი და გასაგებია ეს რომელ საბიზნესზეც საუბრობს და მისი თქმით ეს იყო ზელენსკის თვითშემოქმედება, რადგანაც როგორც ლუკაშენკო ამბობს, უკრაინელი სამხედროები კარგად აცნობიერებენ იმას, რომ მეორე ფრონტი მათთვის არ იქნება პოზიტიური შედეგების მომტანი, რადგან ათასობით კილომეტრზე მოუწევს უკრაინას გადაანაწილოს თავისი სამხედრო რესურსი, რაც სხვა ფრონტებზე, რა თქმა უნდა, გამოიწვევს ცოცხალი რესურსების დეფიციტს და საბოლოო ჯამში აი ამ ომს, რომელიც იმდინარეობს, წარმართავს უკრაინის მხარისთვის მეტად
არასასიამოვნო შედეგისაკენ. სწორედ ამიტომ ის ფიქრობს, რომ ამას აცნობიერებენ უკრაინელი სამხედროები და შესაბამისად ომი ბელარუსიასთან არავის არ სურს. მოკლედ ამ განცხადების შემდგომ დროში ესე იყო ქრონოლოგიურად უკრაინამ განაცხადა აბსოლუტურად საპირისპირო, შეეძლო მართლა გამორთო ბელარუსმა ეს ორი ტრანსლატორი, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური მისკი ამაზე არ საუბრობს. თავარი კითხვა არის ის თუ რა დგას აი ესეთი ტიპის პოლიტიკური პოლემიკის უკან, იყო ეს მართლა ზელენსკის თვით შემოქმედება თუ განიხილება სამხედრო სივრცეებში და ანალიტიკოსებს შორის და მათ შორის იმ ხალხისა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ ომის დაგეგმარებაში ბელარუსთან ახალი სამხედრო ფრონტი. აღსანიშნავია ის, რომ აი ამ პოლემიკის პარალელურად უკრაინა საკმაოდ ესე იგი წარმატებულ სამხედრო ოპერაციას ახორციელებს იგივე ყირიმის მიმართულებით, იქ დეფიციტია საწვავის, ასევე გარღვეულია რამდენიმე მონაკვეთზე რუსული თავდაცვითი ხაზები და არა მხოლოდ ყირიმის მიმართულებით, არამედ მოსკოვის მიმართულებითაც და რუსეთის სხვა, ესე იგი ტერიტორიული ოლქების წინააღმდეგ, სადაც განთავსებულია ძირითადად ეს ნავთობგადამამუშავებელი და სანავთობო ინდუსტრიის ობიექტები არიან ხოლმე უკრაინული დრონების სამიზნეები და ამ მხრივ ყოველ შემთხვევაში საინფორმაციო ველში აშკარაა, რომ უკრაინა ფლობს უპირატესობას ომის ამ ეტაპზე და შესაძლოა ბელარუსთან დაპირისპირების, ასე პოლემიკის მთავარი მიზანი სწორედ ყირიმის მიმართულებით სამხედრო ოპერაციისგან ყურადღების გადატანა იყო. თუმცა კონფლიქტი ამ ეტაპზე ასე თუ ისე განმუხტულია, მაგრამ გეგმა, როგორც ასეთი ბელარუსიაში რაღაცა ტიპის სამხედრო დივერსიისა, რა თქმა უნდა არსებობს. ჩვენ რამდენიმე წელს უკან ვიხილეთ კიდევაც ბელარუსიაში რაღაც შიდა დემონსტრაციები და როგორც ცდილობდა ევროკავშირი და ევრობიუროკრატია, რომ ხარი დაეჭირა ამ დემონსტრანტების მიმართ და ამით რაღაცნაირად ჩამოეშორებინათ ის უკანასკნელი ბლოკპოსტი, რომელიც ევროპასა და რუსეთს შორის არის ბელარუსიის სახით, მაგრამ მეორე მხრივ თუ რა თქმა უნდა ეს ფრონტი გაიხსნება, მოუწევს ორივე დაპირისპირებულ მხარეს, მათ შორის უკრაინასა და რუსეთს ფრონტის მთლიან ხაზზე გადანაწილება, მაგრამ ამ შემთხვევაში ბელარუსული ნაწილები ღიად ჩაერთვებიან, რასაც ვერ ვიტყვით დასავლეთის რომელიმე სახელმწიფოზე, ისინი სავარაუდოდ კვლავ გააგრძელებენ, შეიძლება რა თქმა უნდა უფრო მაღალი ტემპით იარაღის მიწოდებას, თუმცა ცოცხალი რესურსის გამოჩენა ამ ფრონტზე, ამ ეტაპზე ამ შეფასებით ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ეს პირდაპირ ომს ნიშნავს და არა იმ რაღაცა პროქსი ომს, რომელშიც ვარიან ჩართული მხარეები. შესაბამისად, ამ ცოცხალი რესურსის მხრივ უკრაინა ალბათ სერიოზული დეფიციტის წინაშე დადგება, რაც ფაქტობრივად არ უნდა აწყობდეს ოფიციალურ კიევსა და მის მოკავშირეებს. თუმცა, აქ რა შეიძლება იმალებოდეს აი ამ შესაძლო ომის შემთხვევაში, რა შეიძლება იყოს მათი ძლიერი მხარე, ისინი თუ მოახერხებენ, ესე იგი ძლიერი ეფექტური დივერსიული ოპერაციით რომ ჩამოშალონ სისტემა, რომელიც მიუხედავად იმისა, საკმაოდ ცენტრალიზებულია ლუკაშენკოს ხელში და მას გამოცდილება აქვს აი ამ რაღაცნაირად დივერსიული აქტების წინააღმდეგ ბრძოლისა, თუ მაინც შეძლებენ და მოახერხებენ, ამ შემთხვევაში ეს მეორე ფრონტი შესაძლოა კისერზე არ დააწვეს არა უკრაინას, არამედ პირიქით რუსეთს და ამ მხრივ ესეთი ტიპის სპეცოპერაციის ჩატარება იგეგმებოდეს, მაგრამ მისი ასე იგი ალბათობა, წარმატების ალბათობა ჩემი შეფასებით ყოველ შემთხვევაში საკმაოდ მიზერულია, ამიტომაც ასეთი ტიპის ასე იგი დაპირისპირების გაღვივება ლოგიკურად კიევს არ უნდა აწყობდეს და ნახოთ, ალბათ შეიძლება ეს სვლა იყო რაღაცა პოზიციების მოსინჯვა და მომავალში შესაძლოა რაღაცნაირად სხვა მეთოდებიც ვიხილოთ აი ამ ორი ქვეყნის ურთიერთობების შორის. დაიძაბა ურთიერთობები პოლონეთსა და უკრაინას შორის, რომლის მიზეზი გახდა ის, რომ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ქვედანაყოფს მიანიჭა უკრაინის აჯანყებულთა არმიის ცნობილი უპას სახელი, რაც პოლონეთისათვის საკმაოდ მტკივნეულ და ტრაგიკულ შემთხვევასთან ასოცირდება. ეს არის საუბარი ვოლინის ტრაგედიაზე, რომლის დროსაც ამ უკრაინის აჯანყებულთა არმიამ მაშინდელი მეთაური ბანდერას მეთაურობით 100,000 პოლონელი გააჟლიტა, ესე რომ თქვა და რაც პოლონური მხარის მიერ არის გენოციდად აღიარებული. შესაბამისად, ეს მომენტი გახდა ამ დიპლომატიური სკანდალის საფუძველი. ნავროცკი, რომელიც არის საკმაოდ კონსერვატიული პრეზიდენტი პოლონეთისა, ჩამოართვა ზელენსკის პოლონეთის უმაღლესი ჯილდო თეთრი არწივის ორდენი
ზელენსკი იმას ირონიულად მას ფოსტით გაუგზავნა და ესეთი კომენტარი გააკეთა, რომ თუ ეს ჯილდო შეერჩაო ისეთ ლიდერებს, როგორიც არისო მაგალითად აღმოსავლეთ გერმანიის ყოფილი კანცლერი შროდერი, რუსეთის იმპერატორი ეკატერინე მეორე და ესე იგი იტალიის ფაშისტური იტალიის დუჩე ბენიტო მუსოლინი მაშინ ის არაფერი ანუ მისი ტარებას პირიქით სამარცხვინოც არისო რა დაახლოებით ესეთი რაღაც განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის ხარი დაუჭირა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიბიგამაც, ხარი დაუჭირეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა უკრაინისა და ასევე სამაყოფილმა პრეზიდენტმა უკრაინისა უარი თქვა ამ ჯილდოზე. ნავროცკისა და ზელენსკის შორის არსებული ეს პოლიტიკური პოლემიკის განმუხტვა იქ ის რა დონალდ ტუსკმა მან რა თქმა უნდა ნეგატიურად შეაფასა ის რომ უკრაინაში მსგავსი ტიპის პროპაგანდა ნენელა ღვივდება რაც გულისხმობს ამ უკრაინის აჯანყებულთა არმიისა და მისი მემკვიდრეობის როგორც ახალი ეროვნული იდენტობის ფორმირების პროცესში აი ამ ძველი ისტორიული ნარატივების გაძლიერება დაგმო ყოველ შემთხვევაში და მაგრამ მან მოუწოდა რომ პოლონეთსა და უკრაინას შორის რაღაცნაირი პოლიტიკური კონფლიქტი შედის რუსეთის ინტერესებში და დაუშვებელია ამ ორი ერის გარეშე რაღაცა ევროპის უსაფრთხოების პოლიტიკაზე საუბარი და ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ეს კონფლიქტი განიმუხტოს. მართალია რომ დღევანდელი მოცემულობით პოლონეთი და უკრაინა მოკავშირეებად განიხილებიან, თუმცა ეს ისტორიული ტრაგედია, რომელზედაც ვისაუბრეთ, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფურცელი ამ ორი ერის ისტორიაში და ამის გარდა კიდე არსებობს უამრავი მომენტი, რაც მომავალში შესაძლოა გახდეს პოლონეთისა და უკრაინას შორის დაძაბულობის ესეთი მიზეზი. მათ შორის შეიძლება გახდეს ესეთი იგივე გარიცის ტერიტორია, ქალაქი ლვოვი და ასე შემდეგ. თუმცა, დღევანდელი მოცემულობით, აი ამ ერთიანი ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში ისინი მოკავშირეებად რა თქმა უნდა გამოდიან და დღეს ამ ესე იგი რეალობაში წარმოუდგენელია მათ შორის რაღაცა დიდი განხეთქილების ჩამოვარდნა. მაგრამ იგივე ის მიგრაციული საკითხები და ეს ისტორიული ნარატივები ადრე თუ გიან ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში აუცილებლად ითამაშეს საკმაოდ ნეგატიურ როლს. გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთში რაიმე მნიშვნელოვანი პროცესები არ განვითარებულა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ მიმდინარეობს აი ამ აშშ ირანის მოლაპარაკებების პროცესი 60-დღიანი მშვიდობისა. თუმცა საინტერესო იყო ის, რომ ირანის პრეზიდენტი ფეზეშკიანი იყოფებოდა პაკისტანში, სადაც ის შეხვდა როგორც პაკისტანის პრემიერს, გენშტაბის უფროს, პრეზიდენტს, ასიფ ალი ზარდარის და მთავარი ესე იგი პოლიტიკური მესიჯი რა იყო, რამაც მიიპყრო ჩვენი ყურადღება. ფეზეშკიანი ალაპარაკდა ეგრეთ წოდებული მუსლიმური ნატოს შექმნაზე. აქამდე ეს გეოპოლიტიკური პროექტი ახლო აღმოსავლეთში არსებობდა, ოღონდ არსებობდა ირანის წინააღმდეგ მუსლიმური ბლოკის შექმნის მიზნით, თუმცა მას შემდეგ რაც ისრაელისა და ამერიკის სამხედრო ოპერაცია ახლო აღმოსავლეთში პრაქტიკულად ჩავარდა, რადგანაც საბოლოო ჯამში ის ხელშეკრულება გაფორმდა, მთელი ესე იგი საზოგადოების, ან ანალიტიკური საზოგადოებისა და ხალხის აზრითაც, მხოლოდ ჩვენი აზრი არ არის ეს, ვისაც რაღაც მომენტში აზრი მოეკითხება აი ამ კონფლიქტის ანალიზის და შეშეფასების დროს, ყველა მათ შორის შეერთებული შტატების სენატის და კონგრესიც ამას აფასებს ნეგატიურად, რადგანაც ფაქტობრივად ირანი კიდევ უფრო მეტად გამარჯვებული გამოვიდა ამ კონფლიქტიდან გეოპოლიტიკურად. საკმაოდ თავდაყირა დადგა კონფლიქტის შემდგომ ძველი ამერიკული შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული უსაფრთხოების კონსტრუქცია, რაც გულისხმობდა მისი სამხედრო ბაზებით უსაფრთხოების სრულ გარანტიებს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც არიან ამ ნავთობპროდუქტების წარმოებლების უდიდესი ნაწილი, საუბარი აქვს სპასვეთის ყურის ქვეყნებზე. აი ამ ომის შემდგომ ეს მოდელი შეიცვალა და სწორედ აი ამ ახალი რეალობის შესაბამისი უსაფრთხოების პროექტზე საუბრობს ფეზეშკიანი, სადაც განსაკუთრებული როლი ექნება ირანს, განსაკუთრებული როლი ექნება პაკისტანს, რომელიც ამ კონფლიქტში აქტიურად უჭერდა მხარს ირანსა და ცდილობდა რომ მოლაპარაკების პროცესში ყოფილიყო შუამავალი, ასევე გარკვეული როლი ექნება რა თქმა უნდა ყატარს, ომანს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ახალ რეალობაში შეეცდებიან მოერგონ გარემოს, რომლის დროსაც ირანს ნენელა მოეხსნება სანქციები და ეს იგივე გაზისა და ნავთობის წარმოების
მქონე უდიდესი პოტენციალის მქონე ქვეყანა დაუბრუნდება საერთაშორისო ვაჭრობას და ამით მნიშვნელოვნად შეცვლის ამ ბაზარზე რეალობას. ამ ფონზე გააქტიურდა საუბრები საქართველოსთან მიმართებითაც და შემხვდა რამოდენიმე ადამიანის სტატუსი, რომ საქართველოსაც უნდა იფიქროს, რომ რამენაირად აი სანქციები მოხსნილი ირანთან ახალი ტიპის ურთიერთობები დაამყაროს, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტულ გეოეკონომიკურ სარგებელზე. ვითარება იმდენად მერყევია ახლა აღმოსავლეთში, რომ რაიმე ტიპის წინსწრაფი პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმა ჩვენი მხრიდან ალბათ არ ივარგებს, თუმცა დავალოდოთ მოვლენების განვითარებას და თუ ირანი შეძლებს, რომ სრულფასოვანი რეაბილიტაცია მოახდინოს, როგორც რეგიონულ პოლიტიკაში, ასევე აი ამ საერთაშორისო ბაზარზე, მაშინ რატომაც არა თუ ეს კონკრეტული ასე იგი შეთანხმება წარადგება საქართველოს და მის ეროვნულ ინტერესებს. რაც შეეხება საქართველოსთან მიმართებით საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა Times of Israel-ის გამოცემამ, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავრობასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ საქართველო ჩაერთოს ღაზას სექტორში საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალის ფორმირებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ქართველი სამხედროების სხვა საერთაშორისო სამხედროებთან ერთად დაიცავენ ღაზაში მშვიდობასა და სტაბილურობას. ერთი შეხედვით ეს ბევრისთვის შესაძლოა პირდაპირ ნიშნავდეს ახალ კონფლიქტში საქართველოს ჩართულობის მცდელობას, ან პირიქით და დასავლეთთან დაახლოების ახალ შესაძლებლობას და საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გამტკიცების შანსს, თუმცა ამ პროექტში საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია. სანამ თვითონ პროექტზე გადავალთ, მნიშვნელოვანია ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი განიხილება, რა თქმა უნდა, დასავლეთის გეოპოლიტიკურ მოკავშირედ ახლო აღმოსავლეთში და განსაკუთრებით შეერთებული შტატებისა, რაც აი ამ ბოლო პერიოდში აი ამ შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციაშიც კი წარმატებით წარმოჩინა, თუმცა აი სწორედ ბოლოდროინდელი ოპერაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუარესდა ისრაელის იმიჯი საერთაშორისო სივრცეში და თუ აქამდე წარმოუდგენელი იყო ის, რომ თუნდაც აი ამ 20 ან 30 წლის უკან, თუნდაც 10 წლის უკან, რომ რაღაცა ანტიისრაელური განცხადება გაეკეთებინა ვინმეს, დღეს ეს უკვე თითქმის ტრენდად ჩამოყალიბდა და ძალიან ბევრი ეგრეთწოდებული ცნობადი სახეები და პოლიტიკოსები ღიად აფიქსირებენ ანტიისრაელურ განწყობებს და პირდაპირ გენოციდში დებენ კიდევაც ბრალს განსაკუთრებით ღაზას სექტორში და ლიბანის მიმართულებითაც. შესაბამისად, ასეთი ტიპის ოპერაციაში საქართველოს ჩართულობა რამდენად შეიძლება იყოს მომგებიანი ჩვენთვის იმიჯურად, ესეც საკითხავია. რა თქმა უნდა, ისრაელს შესწევს ძალა, რომ თვითონ უზრუნველყოს სტაბილურობას და მშვიდობაზე მისეული გაგებით ღაზას სექტორში, შესწევს რა თვითონ გაწმინდა ჰამასისგან რეგიონი, როგორც ამბობს და თუმცა აი ამ ახალი საერთო სამხედრო ოპერაციით მას სჭირდება თავისი ამ გაუარესებული იმიჯის კორექცია და შესაბამისად სჭირდება საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვება. ეს ლეგიტიმაციის დეფიციტი, რომელიც შეიმჩნევა განსაკუთრებით ევროპაში, საჭიროა შეივსოს რეგიონის სხვა განვითარებადი სახელმწიფოების მხრიდან და ამით გარკვეულწილად მოახდინოს საკუთარი პოლიტიკური ინტერესის გატარება და აი ამ ესე იგი კონკრეტული ლეგიტიმაციის მოპოვება. ამ პროექტში, როგორც ამბობენ, ჩართული არიან ინდონეზია, ჩართულია მაროკო, ჩართულია ყაზახეთი, ჩართულია კოსოვო, ჩართულია ალბანეთი, ანუ ჩართულია თანხმობა აქვს განცხადებული მსგავსი ტიპის ქვედანაყოფის ფორმირებაზე და მოლაპარაკებები მიმდინარეობს ვიეტნამსა და საქართველოსზე. რა თქმა უნდა, უნდა ვახსენოთ ჩვენთან მიმართებით რეგიონის ფაქტორი და ირანთან ურთიერთობის შესაძლო გაუარესების ალბათობა. ამიტომ სანამ გავსი ტიპის ასე იგი პოლიტიკურ ინიციატივაზე თანხმობა იქნება, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველა რისკი იქნება გათვალისწინებული, თუმცა აუცილებელია საზოგადოებას ჰქონდეს გარკვეული ინფორმაცია ამის შესახებ და გამოიჩინოს სიფხიზლე, რათა აი საინფორმაციო ბურუში, რომელთაც დაფარულია ჩვენი მედია და ძირითადად ჩვენი ვიწრო პოლიტიკური პარტიული იდენტობების შეჯიბრით არის
შეჯიბრის გაშუქებით არის დაკავებული. ასეთი ტიპის მნიშვნელოვანი პროცესები არ ესე იგი დაიმალოს ჩვენი მხედველობის არეალიდან. აქვე ერთი პოზიტიური ინფორმაცია მინდა დავამატო საქართველოსთან მიმართებით. შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ გამოყო 25 მილიონიანი დახმარების შესხი ფოთის ახალი ესე იგი პორტის მეორე ნავსადგომისთან დაკავშირებული სამუშაოების დასრულების დასახმარებლად, რაც თავის მხრივ არის გზავნილი პოლიტიკური, რომ შეერთებული შტატები დაინტერესებული არის ტრანსკავკასიური და ტრანსკასპიური დერეფნის განვითარებაზე და დაინტერესებული არა მხოლოდ იმიტომ, რომ მას ქონდეს გარკვეული გავლენები ამ ტრანსკავკასიური და ტრანსკასპიური სატრანზიტო დერეფანზე, არამედ იმიტომაც, რომ ომების ფონზე გააქტიურებული ჩინური შუა დერეფნის პროექტის გამო შეინარჩუნოს გარკვეულწილად კონკურენტუნარიანი პოზიციები კავკასიაში და ადრე თუ გვიან ესეთი ტიპის სატრანზიტო მნიშვნელობის მქონე პროექტები აუცილებლად განხორციელდება და მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შევინარჩუნოთ მაქსიმალურად სუვერენული პოზიციები, რათა დიდ საერთაშორისო ძალებს არ მიცეთ საშუალება რომ მათი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ინტერესების მიხედვით ვიმოქმედოთ. ჩვენ რა თქმა უნდა მოგვიწევს ვაჭრობა მათთან, თუმცა ამ ვაჭრობაში მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ეროვნული ინტერესი იყოს მაქსიმალურად გათვალისწინებული. დასასრულს კიდევ მინდა გითხრათ რომ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი, რამაც უახლოს მომავალში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეცვალოს ევროპის კონტინენტზე პოლიტიკური ამინდი. რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ დაამტკიცა კანონური პროექტი მოლდოვასა და რუმინეთის შეერთების შესახებ, რომ ეს უნდა აღდგეს ერთიან სახელმწიფოდ, ისე როგორც ეს იყო 1940 წლის საბჭოთა ანექსიამდე. ეს რა თქმა უნდა, ეს ორი ქვეყნის ორი სუვერენული სახელმწიფოს გადასაწყვეტია და აქამდე მოლდოვის პრეზიდენტმა მარია სანდუმაც განაცხადა, რომ რაღაცნაირად ის თანახმაა და მიისწრაფის აი მსგავსი ტიპის ისტორიული სამართლიანობის აღდგენისაკენ, თუმცა აქ არის ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის მოლდოვის დნესტრისპირეთი, ეს კონფლიქტური რეგიონი და თუ კი რუმინეთი გაერთიანდება მოლდოვასთან, მაშინ ჩვენ მივიღებთ მოცემულობას, რომლის მიხედვითაც ნატოს წევრი სახელმწიფო შესაძლოა დადგეს რუსეთის წინააღმდეგ ომის საშიშროების წინაშე და ეს საშიშროება შესაძლოა იყოს არა მხოლოდ თეორიული მსჯელობისაგანი, არამედ კაცრი რეალობა. მადლობა ყურადღებისათვის.